შენი სხეული ყველაფერს იმახსოვრებს ხშირად ჯერ კიდევ მანამ სანამ შენ თვითონ მიხვდები რა ხდება. თანამედროვე მეცნიერება ადასტურებს იმას, რაც უძველეს კულტურებს უკვე ესმოდათ. ფიზიკური და ემოციური ტკივილი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ეს არ არის ორი განცალკევებული რამ. ეს არის ერთი და იგივე სისტემის ორი მხარე. როცა ემოციურად დატვირთული ხარ, მაგალითად სტრესში, დეპრესიაში ან სიცარიელეში, შენი სხეული უფრო მგრძნობიარე ხდება, ტკივილი ძლიერდება. ზოგჯერ უმიზეზოც კი გგონია, მაგრამ თუ რაიმე ტრავმა ჰქონდა, სხეული თითქმის მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში რჩება. რაც რაიმე სირთულეებით და ტკივილი გაქვს გადატანილი, ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენად ირთვება შენი ტკივილის და კანგაშის ნერვული სისტემა. ამ დროს ტვინში ჩუნდება ის მექანიზმები, რომლებიც უსაფრთხოებას, სიმშვიდეს და შინაგან წონასწორებას უზრუნველყოფს. ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც შეგეშალა, ეს ნიშნავს, რომ სხეული ცდილობს გადარჩენას. ხშირად ფიზიკური ტკივილი სინამდვილეში ემოციური ჭრილობიდან მოდის. განკურნება ნიშნავს სხეულისა და გონების ერთდროულად გაგებას. როდესაც იწყებს შიგნიდან, გარედანაც ყველაფერი იწყებს დალაგებას, მათ შორის შენი ჯანმრთელობაც.